გასწვრივ და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ინციდენტ ძალებისა და დე-ფაქტო ხელისუფლების მხრიდან სხვა უკანონო ქმედებების საკითხებს. ჟენევის დისკუსიებისა და IPR-ების ერთ-ერთი მთავარი განხილვის საგანს წარმოადგენდა საქართველოს მუდმივად ტარდებოდა შესაბამისი ღონისძიებები დეკემბრის ჩათვლით გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 47 საქმეზე. მათ შორის ქთამის ძალიან ბევრი კითხვები დასვეს მათ. შევეცადე ამ უმწურულო პასუხები გამეცა. იქიდან გამომდინარე რა უფლებასაც მაძლევდა კანონი კონდაზორის შესახებ, სიღრმეებში ვერ ჩავიდოდი, თუმცა ძალიან ისეთი თემებზე იყო საუბარი, რომელზეც ღია სხდომაზე მას ვერ ვისაუბრებთ ვერანაირად. თუმცა ძველი თემები გავიხსენეთ. 2012-მდე გავიხსენეთ დღევანდელი ახალი თემები, იყო 82-ას თემა იყო და კიდე სხვა თემები. მე ვფიქრობ, ბევრ კითხვაზე გავეცით ამომწურავი პასუხი. იყო რაღაც, რომელზეც ბოლომდე ვერ დავაკვირდით, იქიდან გამომდინარე ისევ და ისევ ვიცახით საიდუმლოების, კონდაზორის კანონიდან გამომდინარე. დავახტანგ ოპერატიულ ტექნიკურ სააგენტოზე გითხავთ, რა ეტაპზე არის ასე თქვა შექმნა კანდიდატებზე, თუ არის უკვე ინფორმაცია, როდის იქნება პირველი შეკრება, მოკლედ აი რა ინფორმაცია არსებობს ამ დროისთვის? სამსახური ცალკე გამოვიდა უკვე იცით, ეს სააგენტო უკვე ცალკეა. როგორი ნიშნება ხელმძღვანელი უკვე იცით თქვენ, რაღაცა აღარ დავიწყებ საუბარს. 2 თვე გვაქვს ჩვენ კიდე დარჩენილი, რომ წარვადგინოთ ხელმძღვანელი ამ სააგენტოსი, 3 კანდიდატურა შევარჩიოთ და შემდეგ კომისიამ უნდა გადაწყვეტოს ერთი და წარვდგინოთ პრემიერ-მინისტრს, რომელიც ის დაამტკიცებს ამ თანამდებობაზე. ჯერ თქვათ დაზუსტებით ვერ გეტყვით, ჯერ ამ ინფორმაციას ვერ გეტყვით, თუ ყავს რა თქმა უნდა რამდენიმე ადამიანი, მაგრამ ჯერ არ ვარ თქვა შეჯერებული, ზუსტად ეს 3 ადამიანი ვინ იქნება და აქედან გამომდინარე ვიზა შეწორებულად არ ვთვლი და დავასახელოთ.